გამარჯობა, ეს ჟურნალისტის მე-6 ეპიზოდია. როგორც ხედავთ, ჩვენ ადგილმდებარეობა შევიცვალეთ, მაგრამ საქმიანობა არ შეგვიცვლია. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენთვის ბევრი UFC-ს ახალი ამბავი მაქვს. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ეპიზოდი 6 და დავიწყოთ. დენა ვაიტი პედი პიმბლეტის გამოსვლით აღფრთოვანებულია. ხალხს ბრძოლაში მისი იმედი არ ჰქონია, მაგრამ ის ყველა ოქტაგონში გამოსვლაზე უკეთესი და უკეთესი ხდება. პედი პიმბლეტმა აჩვენა, რომ ის რეალური ძალაა დივიზიონში. მაიკლ ჩენდლერის იმ სტილში დამარცხება, როგორც მან გააკეთა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ბიჭში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, განაცხადა დანა ვაიტმა. კაიო ბორალიო უკმაყოფილოა იმით, რომ მას ოპონენტი ჯერ კიდევ არ მოეძებნა. იმავოვი, სტრიკლენდი თუ ჩიმაევი. ლერონ მერფი უკმაყოფილოა მისი ჯოშემეთთან პერფორმანსით და აირ როდრიგესთან ითხოვს ბრძოლას, რათა დაამტკიცოს მისი სიძლიერე ამ დივიზიონში. დანა ვაიტმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამშაბათს, ანუ დღეს, UFC-ს 317-ისთვის მთავარი ბრძოლა გამოცხადდება. რა თქმა უნდა, თქვენ ამის შესახებ შემდეგ ეპიზოდში გაიგებთ. შეგახსენებთ, რომ UFC 317 28 ივნისს საერთაშორისო საბრძოლო კვირეულზე გაიმართება. ისლამ მახაჩოვმა ალექს ვოლკანოვსკის გამარჯვება ასე მიულოცა. გილოცავ ლეგენდა, მას იგივეს დავმართებ, რაც მაიკლ ჩენდლერს დავმართე. ქვა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ. ის ჩენდლერზე უფრო დაბალია. მე მას იგივეს დავმართებ, რაც ოქტაგონზე მაიკლს დავმართე. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ბრაის მიჩელმა UFC 314-ის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მე ჩემი მაქსიმუმი დავდე, ამის მეტი აღარ შემეძლო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და შეგატყობინოთ, რომ ყველაფერი კარგად მაქვს. ღმერთს მადლობა, მან მე დამიცვა. რბილები არ დამიკარგავს, არც მოტეხილობები მაქვს. თავს ძალიან კარგად გვზნობ. შესაძლოა უფრო გონივრულად მებრძოლა, მაგრამ ამაზე მეტი უნარი აღარ გამოჩნია. განაცხადა ბრაის მიჩელმა. ჟან სილვა თურმე ებრაელებისა და ისრაელის სახელით იბრძოდა. ამერიკელ ბრაის მიჩელთან ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟან სილვამ მისი მეგობრის ილაი ბარზილაის პოსტი გადააზიარა, რომელშიც ის წერდა, რომ სილვა შურს იძიებდა იმ კომენტარების გამო, რომელიც ბრაის მიჩელმა გააკეთა. ელაი ბარზილაიმ დაწერა: დღეს მთელი ისრაელი შენს გვერდით არის, ძმაო. ჟან სილვა, მადლობა, რომ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას. მოუთმენლად ველოდები შენს ჩამოსვლას წმინდა მიწაზე. მოდი ჯინ სილვას ჩვენი მხარდაჭერა ვაჩვენოთ. ელაი ბარზილაი წერს, რომ ის ნამდვილად დადებს ჯინ სილვას ნოკაუტით გამარჯვებაზე ფულს. სამწუხაროდ ის დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ჯინ სილვამ საბმიშენით გაიმარჯვა და არა ნოკაუტით. ალექს ვოლკანოვსკი ამბობს: იაირი კარგი ბიჭი და კარგი მებრძოლია. თუ UFC გადაწყვეტს, რომ ის ტიტულისთვის აბრძოლოს, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები. მოდი ხელმძღვანელობას მივანდოთ ეს საქმე, განაცხადა ალექს ვოლკანოვსკი. ლოპესი წერს: ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ალექს ვოლკანოვსკისთან ბრძოლა. გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოვიგე, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები. ვოლკანოვსკის უდიდესი გამოცდილება აქვს UFC-ში. მან დღეს ტაქტიკურად მაჯობა. მე კი აგრესიით ვცდილობდი მასთან გამარჯვებას. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. UFC-ში სულ 2 წელია რაც ვიბრძვი, მაგრამ უკვე ტიტულისთვის ვიბრძოლე. უფრო მეც ვივარჯიშებ და მივიღებ ტიტულისთვის შანსს, რომელსაც მე აუცილებლად გამოვიყენებ. ქვა დიეგო ლოპესმა. იმდინარეობს მოლაპარაკებები UFC-ს რუსეთში დაბრუნებაზე. საინვესტიციო ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობს UFC-ს რუსეთში დაბრუნებაზე. ეს ბრძოლა დიდი ალბათობით ან მოსკოვში, ან სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. დომინიკ რეიეს ჯონ ჯონსთან ბრძოლის შემდეგ 3 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. ამ ბრძოლებიდან კი ყველა ნოკაუტით დასრულდა. ალჯემინ სტერლინგი წერს: მეფე დაბრუნდა. მინდა შანსი მომეცეს ვიჩხუბო დიეგო ლოპესთან, როდესაც ის გამოჯამრთელდება. შესანიშნავი სატიტულო ბრძოლა იყო. შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მე კი საუკეთესოებთან მინდა ბრძოლა. დანა ვაიტმა ილია თოფურიას შემდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. თოფურიას შემდეგი ბრძოლა? ამ საკითხზე ვმუშაობთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ილია ჩვენი პრომოუშენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. რამე დაგეგმილი რო გქონოდა, აქამდე უკვე გამოვაცხადებდით. გიგა ჭიკაძე დავით ონამას წინააღმდეგ. ქართველი ნინძა გიგა ჭიკაძე უგანდელ დავით ონამას თუმ ასასინს დაუპირისპირდება. ონამა გიგაზე 6 წლით უმცროსია. თაფლოჯის მიხედვით დევიდ ონამა 73 ადგილზეა ქვესაშუალო წონაში, ხოლო გიგა მე-13-ზე. გიგას ბოლო 5 ბრძოლიდან 3 გამარჯვება აქვს, ხოლო ონამას 4. დავით ონამა ბრძოლის დასაწყისში მცირე ფავორიტი იქნება. უგულშემატკივრა ქართველ ნინჯას გიგა ჭიკაძეს. ვოლკანოვსკი მისაუბრა ტრავმაზე, რომელიც დიეგო ლოპესთან ბრძოლის დროს მიიღო. მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავდი. სრულიად დავკარგე მარცხენა თვალში მხედველობა. ეს იყო ძლიერი დარტყმის შედეგი, რის შემდეგაც ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. ვთილობდი მხედველობა დამებრუნებინა, მაგრამ ის სრულიად გაქრა. ბრძოლის უმეტესი ნაწილი ბუნდოვნად ვხედავდი. ბოლოს უკვე აღმედგა, მაგრამ აღარ მახსოვს რომელ მომენტში. ჯინ სილვას და ბრაის მიჩელის ბრძოლას მებრძოლების გამოეხმაურნენ. შონ სტრიკლენდი წერს: როგორც ჩანს, ღმერთი არ არსებობს.
ალიაკინამ დაწერა, რომ სილვა ძალიან საშიში მებრძოლია. ბელალ მუჰამედმა კი უცნაური რაღაც დაწერა. სილვა ოლივეირას წინააღმდეგ. ვიცი რომ ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიებში არიან, მაგრამ მაგარი ომი იქნებოდა. რენატო მოიკანო წერს. პედი პიმბლეტი 2024 წელს, მარტივი ფული. პედი პიმბლეტი 2025 წელს, არც თუ ისე მარტივი ფული. ანალიტიკოსებმა UFC 314-ის შემდეგ შესაძლო ყველაზე კარგი ბრძოლის ვარიანტები შემოგთავაზეს. ალექსანდრ ვოლკანოვსკი მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ. დიეგო ლოპესი იაირ როდრიგესის წინააღმდეგ. პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის ან ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ. მაიკ ჩენდლერი რენატო მოიკანო. ჯინ სილვა ჯოშ ემეტი ან არნოლდ ალენი. დომინიკ რეიესი იან ბლახოვიჩის წინააღმდეგ. თქვენ რას ფიქრობთ, კარგი ბრძოლებია? მე კი 100%-ით ვეთანხმებ. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. მერაბმა პირველ პრეს კონფერენციაზე თქვა, შონომალისთან ერთად ჯაკუზიში შესანიშნავი დრო გავატარე. როდესაც ჟურნალისტმა შონომალის კითხვა დაუსვა, პრივილეგია აქვს დანავაითან, რადგან ძალიან სწრაფად მისცეს რემატჩი, შონომალი მიუბრუნდა დენა ვაიტს, მუშტი ჩაუტყა და უთხრა: მადლობა დენა. საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო პრეს კონფერენცია გამოვიდა. ჯულიანა პენია კაილა ჰარისონის მიმართ ძალიან აგრესიული იყო. ქალების პრეს კონფერენცია გაცილებით უფრო ენერგიული იყო, ვიდრე შონომალის ერთსიტყვიანი პასუხები. 2024 წლის 13 აპრილს საიუბილეო UFC 300-ი შედგა. რომელი ბრძოლა მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ მაქს ჰოლოვეი ჯასტინ გეიჯი? დრეიკმა ალექსანდრ ვოლკანოვსკის გამარჯვებაზე $545,000 დადო. გილოცავ დრეიკ. მერაბ დვალიშვილი თითქმის წყობილებიდან გამოვიდა, როდესაც სტრიმერმა მას არასწორი მიმართულებები მისცა. რატომ მომატყუე? სულელი ხარ? შენ ნეხვის ნაჭერო. ცემ ახლა იცოდე. ასეთი სიტყვებით შეამკო იუთუბერი მერაბ დვალიშვილმა. მადლობა მერაბ რო არ ცემე. ჟინსილვამ დაწერა: არ ველოდები რომ რაიმე უბრალოდ ისე მომეცემა. თუ ეს ბრძოლა არ იქნება სატიტულო, მაშინ ეს უნდა იყოს პირველ ნომერთან კონტენდერობისთვის. მოვსარ ევლოევის სოციალურ ქსელში წერს: მე დავამარცხე დიეგო ლოპესი, ალჯამეინ სტერლინგი, არნოლდ ალენი, დენ იგე. თელს ქვესაშუალო წონაში მხოლოდ ჩემპიონს აქვს ჩემზე უკეთესი რეზიუმე. ასევე ამ დივიზიონში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია მაქვს. ივნისის ბოლოს საერთაშორისო საბრძოლო კვირეულზე. ჩემი და ვოლკანოვსკის ბრძოლა. დაწერა მოვსარ ევლოევმა. იან გარიმ საძინებელში ჩარჩოში განათავსა ფოტო, რომელშიც მან შავკატ რახმანოვი თითქმის დაახჩო. ახლა ყოველ დილით გაღვიძებისას ამ კადრს უყურებს. ჩარჩოში ჩავდე ფოტო, სადაც პირველ რაუნდში შავკატის ზურგზე ვარ. ყოველ დილით როცა ავდგები, ამას უყურებ. ის ძალიან ბევრ მოტივაციას მაძლევს. ჩიმაევი დუპლესის წინააღმდეგ. მზადდება ბრძოლა UFC 317-ისთვის, რომელიც 28 ივნისს გაიმართება. არმან ცარუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: ბევრი კითხულობს, როდის მექნება შემდეგი ბრძოლა. მშვიდად ვარ, კონცენტრირებული ვარ, ბევრს ვარჯიშობ და ველოდების სწორ მომენტს. სპორტი ყოველთვის სამართლიანი არ არის, მაგრამ ჯერა რომ თუ შრომობ, არ ნებდები და შენს თავს არ ღალატობ, ყველაფერი გამოგივა. თავარია მზად იყო. ისლამ მახაჩევი პედი პიმბლეტთან შესაძლო ბრძოლაზე. თუ ის დაიმსახურებს ტიტულისთვის შანსს, რატომაც არ ვიბრძოლებ მასთან. მან რამოდენიმე ბრძოლა უნდა მოიგოს ტოპ 10-ში და თუ გახდება კონტენდერი, რატომაც არა. ამ ეტაპზე ჩემს დივიზიონში საინტერესო ბრძოლებს ვერ ვხედავ. და მჭირდება ახალი სახელები. განაცხადა ისლამ მახაჩევი. ეს მე-6 ეპიზოდის დასასრული იყო. მადლობა რომ გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. აბა კარგად. შემდეგ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.